პუტინმა სცადა შეექმნა ნარატივი უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ. რუსეთი 2026 წელს უკრაინის თავდაცვას ადვილად გაანადგურებდა. ყველგან გაიძახოდა პუტინი. რუსეთის ლიდერს სურდა ძალა ეჩვენებინა, მაგრამ 2026 წელმა აჩვენა, რომ მისი გრანდიოზული განცხადებები სასოწარკვეთის ნიშანი იყო. რუსეთის ფრონტის ხაზებზე რაღაც დაინგრა და გარდაუვალი 2026 წლის გამარჯვება აღარ მოდის. უკრაინა ახლა ომს იგებს და ექსპერტებმა ახსნეს რატო. ყველაფერი საბრძოლო ველზე მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება. რუსეთი ბევრად ნაკლებ წარმატებას აღწევს, ხოლო უკრაინა იმპულსს იძენს. რუსეთის მხარეს ომის კვლევის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს ექსპერტები, რომლებსაც ზუსტი მონაცემები აქვთ, აჩვენებენ, რამდენად დიდი ტყუილი აღმოჩნდა პუტინის განცხადებები 2026 წლის გამარჯვებაზე. რუსეთის რეალობა ისაა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინაში მისი მიღწევები მნიშვნელოვნად შენელდა, რადგან უკრაინამ გააერთიანა გამანადგურებელი თავდაცვა და ძლიერი შეტევა, რათა ბრძოლა, რომელიც პუტინმა თითქმის მოგებულად გამოაცხადა, ისევ რუსეთში დაებრუნებინა. ომის კვლევის ინსტიტუტი თავის 31 მარტის ანგარიშში რუსეთის უკრაინაში შეჭრას განიხილავს 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდს. Starlink-ს თომის დაკარგვისა და კრემლის მცდელობის ფონზე შეეზღუდოს ტელეგრამი, რამაც ფრონტის ხაზზე ქაოსი გამოიწვია. პუტინის ძალების მიღწევები შენელდა. აღნიშნულ 6 თვეში რუსეთმა დაიკავა 1929,79 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 745 კვადრატული მილი უკრაინის ტერიტორია. ეს შეადგენს საშუალო თვეში მხოლოდ 124 კვადრატულ მილზე ოდნავ მეტს, ან როგორც ISW აღნიშნავს, დღეში 10,76 კვადრატულ კილომეტრს, ანუ ოდნავ მეტს ვიდრე 4,1 კვადრატული მილი. რა არის პრობლემა, შეიძლება იკითხოთ. ეს ციფრები მაინც აჩვენებს, რომ რუსეთი წინ მიიწევს. მართალი ხართ ასეა, მაგრამ გაიხსენეთ ის ნარატივი, რომელსაც პუტინი ცდილობს შექმნას. 2026 წელი უნდა იყოს ის წელი, როდესაც უკრაინის თავდაცვა საბოლოოდ დაინგრევა. თუმცა, როდესაც ამ მიღწევებს შევადარებთ იმას, რაც რუსეთმა 1 წლით ადრე მიაღწია, ვიწყებთ დავინახოთ ამ კონკრეტულ ნარატივში არსებული ხარვეზები. ISW-ს ექსპერტებმა შეადარეს მონაცემები 2026 წლის მარტამდე გასული 6 თვის განმავლობაში, იმავე პერიოდს, რომელიც 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტამდე. მათ აღმოაჩინეს, რომ რუსეთის ძალებმა მოახერხეს დაეკავებინათ 2747,47 მეასედი კვადრატული კილომეტრი, ანუ თითქმის 1059 კვადრატული მილი უკრაინის ტერიტორიიდან ამ პერიოდში. ეს შეადგენს თითქმის 175 კვადრატულ მილს თვეში, რაც დღეში 14,9 კვადრატული კილომეტრი, ან 5,75 მეასედი კვადრატული მილია. აქ უკვე იწყებთ პრობლემის დანახვას. რუსეთი თითქოს უნდა იყოს უკრაინის გატეხვის ზღვარზე, მაგრამ მისი საბრძოლო მიღწევები სრულიად სხვა ისტორიას გვიყვება. რაც ჩვენ აქ რეალურად ვხედავთ, არის ის, რომ ბოლო 6 თვე რუსეთისთვის ეპიკური მასშტაბის მარცხი იყო. 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის მარტამდე რუსეთმა 300 კვადრატული მილიით ნაკლები ტერიტორია აიღო, ვიდრე იმავე პერიოდში 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტამდე. ეს მაშინაც კი, როცა რუსეთი უფრო მეტ შორმანძილზე მოქმედ დრონს უშვებს უკრაინისკენ, ვიდრე ოდესმე გაუშვია. მათ შორის იყო 24 მარტის შეტევა, რომელშიც თითქმის 1000 დრონი მონაწილეობდა. ამ ტიპის თავდასხმები განსაკუთრებით გააქტიურდა ზამთარში, როცა რუსეთი ცდილობდა უკრაინის ძალებზე ზეწოლას, ქვეყნის მოქალაქეების დაშინებით, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვებით. ამ სტრატეგიებიდან არც ერთი არ გამართლდა. რუსეთის დაუნდობელი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინა არათუ მტკიცედ დგას, არამედ პრობლემებსაც უქმნის რუსულ ნელწინსვლას, რაც პუტინს თავს ატეხს უჩენს. ამ პრობლემებზე მალე ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი უკრაინის ომში გარდამტეხ მომენტს ქმნის. და რაც კიდევ უფრო ანძიმებს მდგომარეობას რუსეთისთვის, მარტმა მოიტანა გაზაფხულის შეტევის დასაწყისი, რომელიც თითქოს უნდა დაესრულებინა ყველაფერი უკრაინისთვის. და მაინც, მიღწევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე 1 წლის წინ იყო. ჩვენ ვხედავთ, რამდენად ცდილობს რუსეთი, რომ ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს კლავაც ციფრებშიც წინსვლას აჩვენებს. როგორც კიევ ინდეპენდენტმა, ასევე RBC უკრაინამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა მარტში შეტევების რაოდენობა გაზარდა. პირველმა 23 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სივსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებმა სტატიის გამოქვეყნებამდე 4 დღეში 600 შეტევა განახორციელეს. ეს რუსეთისთვის კარგად არ დასრულებულა. ეს 600 შეტევაც ისე იქნა ჩახშობილი, როგორც ნახეთ, უკრაინამ შეძლო იმ 6 თვიან პერიოდში, რომელსაც ISW განიხილავს და რუსეთის დანაკარგები უზარმაზარი იყო. პუტინმა 10,000-ობით ჯარისკაცი ჩართო ამ შეტევებში და აღნიშნულ 4 დღეში, სივსკის თქმით, რუსეთმა 6090 დანაკარგი განიცადა. თუ მთლიანად 23 მარტამდე კვირას გავითვალისწინებთ, რუსეთმა 8700 ქვეითის დანაკარგი განიცადა, პრაქტიკულად ყოველგვარი მიღწევის გარეშე. უკრაინელი ჯარისკაცების პროფესიონალური და კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, მტრის შეტევითი ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით შეჩერდა, განაცხადა სივსკიმ იმ დროს. RBC უკრაინის ანგარიშში ხაზგასმულია, რამდენად არარეალური გახდა რუსეთის მიზნები, რადგან მისი შეტევები შეჩერებულია და მიღწევები მცირდება.
გამოცემა წერს, რომ დონეცკის ციხესიმაგრეების სარტყელი, რომელშიც შედის მნიშვნელოვანი ქალაქები სლოვიანსკი და კრამატორსკი, კრემლის სამიზნეში უნდა იყოს. ამ ქალაქებამდე მისასვლელად რუსეთს კიდევ ერთი ციხესიმაგრის სარტყელის ნაწილი, კონსტანტინივკა უნდა დაიკავოს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ძალებს ამ კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად ვადა 25 აპრილამდე დაუწესა და აცხადებს, რომ მთელი დონეცკი 2026 წლისთვის რუსეთის ხელში უნდა გადავიდეს. ეს სრულიად აბსურდული მოთხოვნებია. რუსეთს დონეცკის ქალაქ პოკროვსკში რაიმე ტიპის გარღვევის მისაღწევად 21 თვე დასჭირდა და შემდეგ კიდევ რამდენიმე თვე, სანამ შეძლებდნენ ეთქვათ, რომ ქალაქი ნამდვილად აიღეს. პოკროვსკი უფრო პატარაა ვიდრე ციხესიმაგრეების სარტყელში არსებული ბევრი დიდი ქალაქი, მაგრამ პუტინი მაინც ფიქრობს, რომ ეს სარტყელი მომდევნო 9 თვეში დაეცემა. როგორ? რუსეთი ახლა უფრო ნელა მიიწევს წინ, ვიდრე 1 წლის წინ, მაგრამ პუტინი მაინც ფიქრობს, რომ რაღაც ჯადოსნურად დაჩქარდება, მაშინაც კი როცა მისი არმია 2026 წელს ყველაზე მეტ ჯარისკაცს კარგავს. თუ აქ რაიმე ლოგიკის ნატამალი მაინც არის, ჩვენ ვერ პოულობთ მას. რაც ჩვენ ხედავთ, ეს არის სასოწარკვეთილი მოთხოვნები რუსეთის პრეზიდენტისგან, რომელიც იცის, რომ უკრაინის თითქოს გარდაუვალი დაშლა ძალიან შორსაა იმ რეალობისგან, რაც ბრძოლის ველზე ჩანს. ეს წინსვლა ამ მოთხოვნებისთვის მეტისმეტად ნელია. ისინი აშკარად ძალიან ნელია იმ ვადებისთვისაც, რაც პუტინმა თავის ძალებს დაუწესა. როგორც ISW აღნიშნავს, 2026 წლის მარტის ბოლოსთვის ბრძოლის ველის რეალობა კვლავ აჩვენებს, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი წარმატებები სრულ გამარჯვებაზე რაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არც გარდაუვალია და არც მალე მოსალოდნელი. მაგრამ სწორედ აქ იმალება პუტინისთვის ნამდვილი პრობლემა. როდესაც მისი ძალები მთელ უკრაინაში თითქმის შეჩერდნენ, მათ ასევე უწევთ იმ ფაქტთან გამკლავება, რომ ბრძოლის ველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში ტერიტორიებს კარგავენ. უკრაინის სამხრეთში, სადაც რუსეთმა 2025 წლის მეორე ნახევარში დიდი ძალის ხმევა დახარჯა ტერიტორიების დასაკავებლად, რათა 2026 წელს დონეცკში თავისი მთავარი შეტევის დასაცავად ბუფერული ზონა შეექმნა, რუსეთი პოზიციებს კარგავს. მარტის 31-ში სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წარმატებულმა სამხრეთულმა შეტევამ რუსეთის გაზაფხულის გეგმები დაარღვია. ეს ახლა აშკარად ჩანს ნელი წინსვლით და უზარმაზარი დანაკარგებით. უკრაინამ ასევე შეძლო ოლექსანდრიუკის სექტორში 480 კვადრატული კილომეტრის, ანუ დაახლოებით 185 კვადრატული მილის ტერიტორიის გათავისუფლება და შესაძლოა ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს. აქ ჩვენ ხედავთ კიდევ უფრო მეტ რუსულ დანაკარგს, რომლებიც ემატება იმ დანაკარგებს, რაც რუსეთმა ბოლო თვეებში უკვე განიცადა. ეს ბოლო მიღწევები აღემატება იმ მაჩვენებლებს, რომლებიც დაფიქსირდა დობროპილიას კონტრშეტევის დროს, როდესაც UNN-ის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთიდან დაახლოებით 430 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 166 კვადრატული მილი ტერიტორია დაიბრუნა. და კუპიანსკში, რომლის დაკავებასაც რუსეთი 2025 წლის ბოლოსკენ ამტკიცებდა, მოხდა სრული შემოbrunება, რაც დამატებით მინიმუმ კიდევ 183 კვადრატული კილომეტრი, ანუ 70.75 კვადრატული მილი ტერიტორიის გათავისუფლებას ნიშნავს. ეს რუსეთისთვის სასიკვდილო კომბინაციაა. ის ახლა ნაკლებად იპყრობს ტერიტორიებს ვიდრე 1 წლის წინ და ამ პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს, თანაც არაუბრალოდ ნებისმიერ ტერიტორიებს. ეს არის მნიშვნელოვანი დასახლებები და მიწის მონაკვეთები, რომლებიც უკრაინამ დაიბრუნა. ტერიტორიები, რომელთა დასაკავებლადაც რუსეთმა თავდაპირველად უზარმაზარი დრო და ადამიანური რესურსი დახარჯა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ახლა კიდევ უფრო მეტი რესურსის ფუჭად დახარჯვა უწევს იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც ეგონა რომ უსაფრთხოდ ჰქონდა დაკავებული. პუტინი აღმოსავლეთის მთავარ ფრონტიდან კიდევ უფრო მეტ რეზერვებს გაგზავნის, რაც იქ უკვე შეფერხებულ შეტევებს კიდევ უფრო შეანელებს, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ნაკლები ტერიტორია იქნება დაკავებული. ეხლა უკვე ჩამოყალიბდა რუსული მარცხის ციკლი, რადგან პუტინის ძალები გადაჭიმულია, მაშინ როცა უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივას იძენს. აი ასე გამოიყურება უკრაინის გარდაუვალი კოლაფსი, პუტინო. თუ ასეა, უკრაინა კიდევ ბევრ ასეთ რამეს ისურვებს. გაუბრუნდეთ იმ ამბიციურ კრემლის მიზნებს, რომლებიც ვახსენეთ. არის რაიმე შანსი, რომ ისინი შესრულდეს? ISW-ს ექსპერტები ამბობენ, რომ არა. რუსეთი იძულებულია ფარულ მობილიზაციას მიმართოს მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის ნელი წინსვლის ტემპი, რომელსაც ვხედავთ, რადგან მისი კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცი უკრაინის თავდაცვამ გაანადგურა. რაზანში 20 მარტს ხელმოწერილი დეკრეტის მიხედვით, იმ კომპანიებს, რომლებსაც 150-დან 500-მდე თანამშრომელი ჰყავთ, ევალებათ აერჩიონ 2-დან 5-მდე თანამშრომელი და ხელი მოაწერინონ კონტრაქტზე რუსეთის სამხედრო ძალებთან. ეს სიგიჟე და სასოწარკვეთილება, რომლებიც ერთიანდებიან, რათა ჯარისკაცები ძალით ჩართონ თითქოს და მოხალისეობრივ არმიაში. და ეს ხდება იმიტომ, რომ პუტინმა იცის, რუსეთი ვერასდროს მიუახლოვდება იმ მიზნებს, რაც ჯარისკაცების რაოდენობაზე აქვს დასახული. როგორ შეძლებდა ამას? კრემლი აიძულებს ხალხს სამუშაო ადგილებიდან წავიდნენ ომში, რაც ისეთივე ნათელი მაჩვენებელია, როგორც ნებისმიერი სხვა, რომ მოხალისეთა ნაკადი, რომელმაც რუსეთს უკრაინაში აქამდე მისვლის საშუალება მისცა, იწურება. ჩვენ რეალურ დროში ვხედავთ, როგორ ინგრევა რუსეთის მიღწევები. კითხვა ისაა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? სუსტად ამას განვიხილავთ შემდეგ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაწვდით სრულ სურათს, არ მხოლოდ სათაურებს. თუ გსურთ, მოვლენებს წინ უსწრებდეთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. რა მოხდა, რამაც რუსეთის შენელება გამოიწვია?
უკრაინის კონტრშეტევამ, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, დიდი როლი ითამაშა. ეს აიძულებს რუსეთს გადაისროლოს ჯარები იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც ეგონა რომ უკვე ჰქონდა დაკავებული და ეს ბუნებრივად ახდენს გავლენას ფრონტის სხვა ნაწილებზეც. ელიტარული რუსული სადესანტო და საზღვაო ქვეითი ნაწილები მარტის დასაწყისში სამხრეთში გაგზავნეს, რათა უკრაინის წინსვლა შეეჩერებინათ. აშკარად ვერ შეძლეს ამის გაკეთება. თავის მხრივ უკრაინა კონტრშეტევებს ახორციელებს ფრონტის იმ მონაკვეთებზე, სადაც რუსეთის ჯარები ყველაზე სუსტები არიან. ეს კიდევ ერთ გადაადგილებას იწვევს რუსულ რიგებში, რადგან სამხედრო მეთაურებს უწევთ ჯარების გადაყვანა იქ, სადაც უკრაინის მორიგი კონტრშეტევა მიმდინარეობს. ამ ჯარებს დრო სჭირდებათ მისასვლელად, რაც იწვევს მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას და ყოველი გადაადგილება არღვევს იმას, რასაც რუსეთი მთელი ფრონტის ხაზზე გეგმავდა. კიდევ ერთხელ ეს ციკლია. და სანამ უკრაინა ამას აგრძელებს, რუსეთს ამისთვის რეალური პასუხები არ აქვს. თუმცა უკრაინის სასარგებლოდ ძალთა ბალანსის ცვლილება მხოლოდ კონტრშეტევით არ აიხსნება. უკრაინის თავდაცვითი ევოლუციაც დიდ როლს თამაშობს იმაში, რასაც ახლა ბრძოლის ველზე ვხედავთ. და ჩვენ არ გულისხმობთ FPV დრონების რაოდენობის ზრდას სასიკვდილო ზონებში, რომლებიც უკვე ანადგურებდნენ პუტინის ძალებს. ეს ზონები სამჯერ გაიზარდა ფრონტის ხაზზე, რადგან უკრაინამ შეიმუშავა და ახლა იყენებს საშუალო მანძილის დრონებს რუსეთის უკანა ხაზის დასაზიანებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ASWM-ს საკითხი გააშუქა 15 მარტის პოსტში, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები აძლიერებენ საშუალო მანძილის დარტყმების კამპანიას, რაც ზრდის მათ შესაძლებლობას, შეეწინააღმდეგონ რუსეთის სარაკეტო დარტყმებს, დააზიანონ რუსეთის საჰაერო თავდაცვა და დაარღვიონ შეტევითი ოპერაციები მოსალოდნელი რუსეთის გაზაფხული-ზაფხული 2026 წლის შეტევამდე. სხვა მედია საშუალებებმა, მათ შორის Pravdam და Kiev Independent-მა, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის განადგურება 2026 წელს თავარ ტენდენციად იქცა. საშუალო მანძილის დრონებს შეუძლიათ თითქმის სამჯერ მეტი მანძილის დაფარვა, ვიდრე ისეთი იარაღებს, როგორიცაა HIMARS-ის რაკეტები, რომლებსაც უკრაინა წარსულში იყენებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამიზნეების დასარტყმელად. ამ რაკეტებს ახლა უერთდებიან დრონები, რომლებიც ანადგურებენ რუსეთის საჰაერო თავდაცვას, რის შედეგადაც იქმნება უსაფრთხო საჰაერო კორიდორები, რომლებსაც უკრაინა იყენებს. გამოიყენოს იგივე დრონები ჯარისკაცების თავმოყრის ადგილების, სარდლობისა და მართვის პუნქტების, დრონების ოპერაციების შტაბების და სხვა ნებისმიერი ობიექტის გასანადგურებლად, რასაც რუსეთი ხაზის უკან იყენებს თავისი ძალების ფრონტზე მხარდასაჭერად. ეს არის პუტინის მიერ შეკრებილი საბრძოლო ძალის სისტემური დასუსტება და ეს ანელებს რუსეთის წინსვლას. ასე უნდა იყოს. ლოგიკა აქ ძალიან მარტივია. თუ უკრაინის საშუალო რადიუსის ერთ-ერთი დრონი დაარტყამს რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობს, ეს მასალა ვეღარ მიეწოდება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე პოზიციების შტურმზე არიან დანიშნულები. რა ხდება შემდეგ? იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც აღარ აქვთ საბრძოლო მასალა, მაინც აძლევენ წინსვლის ბრძანებას და ისინი უკრაინის დრონების მიერ ნადგურდებიან, სანამ რაიმე წინსვლის მიღწევასაც კი მიუახლოვდებიან. როდესაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინის შიგნით იშლება, ასეთ შეტევები ახლო ზურგში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. და მათთან ახლავს ხმა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, რასაც უკვე წელიწადზე მეტია ხედავთ და რომლებიც იგივე მიზანს ემსახურება, როგორც საშუალო რადიუსის დრონები, რუსეთის სამხედრო ძალის შიგნიდან დასუსტებას. უკრაინა მარტში იდეალური მაგალითი აჩვენა, როდესაც შეუჩერებელი იერიში მიიტანა რუსეთის ბალტიის ზღვის პორტებზე. Kiev Post-ის ინფორმაციით, ამ პორტებზე თავდასხმებმა რუსეთის ნავთობის ექსპორტის სიმძლავრის 40% გამოირთო 1 აპრილს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს არ შეუძლია ნავთობისა და საწვავის გაყიდვა იმ დროს, როდესაც ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა COVID-ის ეპოქის შემდეგ, ირანის ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო. ნაკლები გაყიდვები ნიშნავს ნაკლებ ფულს, რომელიც რუსეთში შედის კრემლის თავდასხმებისთვის. და თუ პუტინი ამ ნავთობის შემოსავალს ვერ იღებს, მას არ ექნება ფული მეტი ტექნიკის წარმოებისთვის და იმ ჯარისკაცების დასაქირავლად როვებლად, რომლებიც რუსეთს უკრაინაში წარმატებისთვის ჭირდება. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გადაიქცა ეს ყველაფერი რუსეთისთვის კოშმარულ სცენარად. უკრაინა მოიპოვა უპირატესობა ბრძოლის ველზე, რადგან ფრთხილად არჩევდა სამიზნეებს. მაშინ როცა რუსეთის სტრატეგია არ შეცვლილა და პუტინი კვლავაც იყენებს ტაქტიკას, რომ უკრაინას საზარბაზნე ხორცად გამოყენებული ჯარები შეასიოს, როგორც ომის დასაწყისიდან. უკრაინის სამხრეთში გონივრულმა კონტრშეტევებმა დაარღვია რუსეთის შეტევა აღმოსავლეთში. საშუალო რადიუსის დრონები აღმოსავლეთში სამხედრო ობიექტებს ანადგურებენ, რაც კიდევ უფრო დიდ არეულობას იწვევს. და თავად რუსეთში უკრაინა ნავთობსა და სხვა სამხედრო ობიექტებს უტევს, რაც მუდმივად ააფერხებს რუსეთის საომარი მანქანის მუშაობას. ეს კოორდინირებულია, გაანგარიშებული. ეს უკრაინის საუკეთესო მხარეა და ეს პუტინს სასუწარკვეთილს ხდის, რომ ამ ნარატივს ჩაებღაუჯოს, თითქოს რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია. ჩვენ უკვე ვახსენეთ ეს სასუწარკვეთა და უკვე ვხედავთ მის აშკარა ნიშნებს იმაში, რა მოთხოვნებს უყენებს პუტინი უკრაინას, რადგან რუსეთის ლიდერი ცდილობს მიაღწიოს მშვიდობის იმ ვერსიას, რომელსაც მისი ჯარები ბრძოლის ველზე ვერ იღებენ. მარტის 31-ში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაამჟღავნა, რომ რუსეთმა მოითხოვა უკრაინამ მომდევნო 2 თვეში მთლიანად დატოვოს დონბასის რეგიონი. ანუ მაისის ბოლოსთვის და დამთხევით დონბასი არის აღმოსავლეთ რეგიონი, რომელიც რუსეთის გაზაფხულის შეტევის მთავარი მიზანია. ციხესიმაგრეების სარტყელის მდებარეობაა და ის ადგილია, სადაც რუსეთის წინსვლა შენელდა. ამ ამბის გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ Kiev Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
აპრილის პირველ რიცხვში პუტინის საყვარელმა პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რაც შეეხება ორ თვეს, აქ ეს მთავარი არ არის. ვლადიმირ ზელენსკიმ უკვე დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაიყვანოს უკრაინული ჯარები დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა. ეს არაერთხელ თქმულა და თეორიულად ზელენსკის ეს გადაწყვეტილება გუშინვე უნდა მიეღო. მას უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს ეს რთული გადაწყვეტილება. ეს ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლაა. მაგრამ ეს ისეთი ზეწოლა არ არის, რომ უკრაინა დანებდეს. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ დონბასის დათმობას მშვიდობის შეთანხმების ფარგლებში აღწ კი განიხილავს. რუსეთს ეს კარგად ესმის, მაგრამ ახლა ახალ მოთხოვნებს აყენებს, რადგან იცის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მისი წინსვლის ნელი ტემპი ძალიან შორსაა იმ მიზნის მიღწევიდან, რაც დონეცკის აღებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ დონბასის დაცემას 2026 წლის ბოლომდე ნიშნავს. კიდევ ერთხელ, ეს პუტინის მცდელობაა ძალაუფლების დემონსტრირების, იმ დროს როცა ინიციატივა უკრაინის მხარესაა. ტერიტორიები სამხრეთ უკრაინაში თავისუფლდება და რუსეთის გაზაფხულის შეტევა, რაც შეიძლება ცუდად დაიწყო. არ არსებობს მიზეზი, რომ უკრაინამ დათანხმდეს ამ სასოწარკვეთილ მოთხოვნებს. კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტმა ტიმოფი მილოვანოვმა 31 მარტს განაცხადა, რომ 2026 წლის მარტი რუსეთის დანაკარგებისთვის რეკორდული თვე იქნება, რადგან მსხვერპლის რაოდენობა, როგორც ჩანს, კვლავ 30,000-ს გადააჯარბებს. წინახაზზე პუტინის სასოწარკვეთა შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მალავს, რამდენად ცუდად მიდის საქმეები რუსეთში, აისახება იმ სასოწარკვეთაში, რასაც გრძნობენ ჯარისკაცები, რომლებსაც რუსეთი ფრონტზე აგზავნის. 30 მარტს გამოცემულმა United 44-ის მედია რეპორტმა აჩვენა, რომ სულ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი თვითმკვლელობას ირჩევს, ვიდრე უკრაინის მიერ განადგურების ზონებში გაშვებულ საშიშ დრონების ჯგუფებს ებრძოლოს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ უკრაინის ძალები იმდენ ვიდეომტკიცებულებას იღებენ ამ თვითმკვლელობების ტალღაზე, რომ შეუძლიათ დაასკვნან, ეს ყოველდღიური მოვლენაა რუსი ჯარისკაცების ჩემშის რიგებში. რუსი ჯარისკაცები როგორც წესი თვითმკვლელობას ირჩევენ, თუ დაჭრილები არიან, ან უკრაინის დრონების მიერ ალყაში მოქცეულნი. და ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთის პროპაგანდა ეუბნება მათ თითქოს უმჯობესია მაშინვე მოკვდე, ვიდრე უკრაინას ტყვედ ჩაბარდე. წყვილით უილზე. ამაზეა აგებული მთელი უკრაინაში შეჭრა. პუტინის ჯარისკაცები იღებენ იმ მწარე რეალობას, რომელსაც მათი ლიდერი ცდილობდა დაემალა მათთვის. გაზაფხულის შეტევა, რომელიც უკრაინის დასასრულამდე უნდა მიიყვანათ, უკვე მარცხს განიცდის. ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება უკრაინის თავდაცვაზე და კიდევ უფრო მეტი თავს იკლავს, ვიდრე სიკვდილის შანსი მიეცემათ. კრემლმა მიუღწეველი მიზნები დააყენა, რომლებიც ვერ შესრულდება იმ პროგრესის ტემპით, რაც ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა. რაც შეეხება უკრაინას, ის კონტრშეტევაზეა გადასული. ის ნელ-ნელა ანადგურებს რუსეთის ზურგს. ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ომის დინამიკა ისე მკვეთრად იცვლება, რომ უკრაინა უფრო ახლოსაა ომის მოგებასთან, ვიდრე რუსეთი რომელიმე იმ გეგმის შესრულებასთან, პასთან, რომელიც პუტინმა სცადა გაეტარებინა. რუსეთის ნარატივი დაინგრა. უკრაინა წინ მიიწევს, მაშინ როცა რუსეთი ნელდება. და ბალტიის რეგიონში ნავთობის ტერმინალები იწვის. უკრაინის შორმანძილზე დარტყმებს ბალტიის რეგიონში უკვე შევეხეთ და ისინი დამანგრეველია. მთელი რუსული პორტები განადგურდა უკრაინული დრონების მრავალჯერადი იერიშით და შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა ეს უკრაინამ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უახლესი რეპორტაჟები უკრაინის ომბრაინი. და მადლობა, როგორც ყოველთვის რომ უყურეთ.